ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ფოთში ერთადერთი სამშობიარო სახლის სამიანო ნეოანტოლოგიურ განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა. მიზეზად შესაბამის სტანდარტებთან შეუსაბამობა სახელდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან მიღებული აკრძალვის მიხედვით მედპერსონალს არ შეუძლია მშობიარობის მიღება, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევებშიც კი, რასაც ექიმების განმარტებით შესაძლოა მძიმე შედეგები მოხვეს. მათივე თქმით, საკუთარი ძალებით არსებული პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებენ. ისინი დახმარებას ითხოვენ. ვაპროტესტებ იმას, რომ კატასტროფაა ეხლა რაც ხდება ამ ქალაქში. ჯერ ისედაც ჭაობშია ჩაფლული და ყველა მიმართულებით გაფუჭებულია ყველაფერი აბსოლუტურად. მაგრამ სამშობიაროს, ერთადერთი სამშობიარო სახლი იყო ფოთში. ამის დახურვა ეს არის უზარმაზარი დანაშაული. როგორ შეიძლება, როდეს ფიქრობდი ამ ქალაქზე, მომავალზე და სამშობიარო სახლი არ გქონდეს. როგორ შეიძლება არ ფიქრობდი ამ ქალაქში დემოგრაფიულ გაზრდაზე. აი ეს ქალაქის სიმცირის გამოა, რომ ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აძლევს ამ ქალაქს და შენ რომ ხარ ამ ქალაქის მოქალაქე და თუ გიყვარს ეს ქალაქი და ხელისუფლებაში რო ხარ, პირდაპირ მოვალეობაა შენი რომ სათფური შეუქმნა მოქალაქეს, რომ ეს ქალაქი გაიზარდოს დემოგრაფიულად და ესენი რას აკეთებენ? ერთადერთი სახლი დაიხურა და არავინ არაფერს არ ლაპარაკობს და პასუხს არაფერზე არ აძლევს. მე რა რომ ეს არის კერძო დაწესებული. ესენი არიან ექიმები, რაღაც მწირე შემოსავალით, რა უნდა გაიკეთონ, სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. შენ რო ხელისუფლება ხარ, შენს ინტერესში როცა არის დემოგრაფიული გაზრდა, შენ უნდა შეუწყო ხელი და სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს მაშინ. რომ ქალაქ ფოთში სამშობიარო სახლი დაიხურა. სამწუხაროა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში სამშობიარო სახლი გახდა სააქციო საზოგადოების მკაცრად აღმასრულებელ ხელისუფლებას მასში მის ქმედუნარიანობაში და არსებობაში ჩარევის უფლება ნამდვილად არ აქვს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს ძალიან ხშირი ურთიერთობა, წერილობითი მიმოწერა. ჩვენ საქმის კურსში ვართ, დეტალურად ვფლობთ მათ სიტუაციებს. ისინი სამწუხაროდ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. ჩვენ არაერთი საკითხის გადაწყვეტა მოვინდომეთ, იყო ხშირად წერილობით მიმოწერის დროსაც, რომ რატომღაც ფიქრობდნენ, რომ მიაღწევდნენ, გარკვეულ ვადებსაც კი აძლევდნენ, მაგრამ დადგა დღე, როდესაც ვერ შეძლენ მათ ამ სტანდარტების დაკმაყოფილება. მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლება საქმის კურსშია. ჩვენი ქალაქის მაჟორიტარიც ფლობს ინფორმაციას, ჩვენ ყველანი ერთად ვართ ჩართული ამ საკითხებში. დღეის მდგომარეობით, რომ სამართლებრივადაც მოგვარდეს ეს საკითხები, მაქსიმალურ ნაბიჯებს ვდგამთ და ამ ეტაპისთვის ევექსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ აუცილებლად გადაწყდეს ეს საჭიროებო პრობლემა, რომელიც სიცოცხლის გადარჩენას ეხება. ფოთის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ კანონის მიხედვით სამშობიარო სახლს ვერ ეხმარებიან, რადგან ის კერძო საკუთრებაა, თუმცა მაჟორიტართან ერთად ამ პრობლემის მოგვარების კუთხით უკვე დაიწყო მუშაობა.